რუსეთის როლიც გარკვეულწილად ჩვენს ისტორიაში არის ის, რომ აი ეს ევროპეიზაცია შემოიტანა. ერეკლემა ერჩია დასავლეთი. ეს გზა მისთვის შეიძლება გასულიყო სხვადასხვა გზით. მაგალითად, ავსტრიის იმპერიულ არქივში რო ჩავიდეთ ვენაში, ნახავთ მიმოწერას. ერეკლე უგზავნის მას და ეუბნება, აი დამეხმარეთ, მოდი ვითანამშრომლოთ. ან ის რომ მიმართავს თხოვნით ვენეციას და იგი მოთხოვნებით გადით რუსეთზე. ანუ რუსეთი ის კი არა, რომ აი კონკრეტულად რუსეთი მოწონს, უბრალოდ რუსეთში ხედავს გზას, უმოკლეს გზას, რომ გავიდეს ევროპაზე. ანუ ერეკლის ხედვა არის შემოიტანოს დასავლეთიდან კონკრეტული გარდაქმნები და შექმნას რაც ახალი რეალობა. მისთვის სპარსული რეალობა, ეხლა შეიძლება კი ატარებდეს სასაბორავს, მაგრამ მისთვის სპარსული რეალობა არ არის ის რეალობა, სადაც ის ხედავს ქართლ-კახეთის მომავალს. მომავალს ხედავს სულ სხვანაირი და ის მომავალი არის დასავლური. და ეს დასავლური იმის გათვალისწინებით, რომ ავსტრიას თავისი პრობლემები აქვს, ვენეცია საერთოდ ვერ მძლავრობს ისე როგორც იყო, საფრანგეთის ინტერესები ბევრად მკვეთრად ემიჯნება თქვათ კავკასიას, ხო, რომ ამ ევროპეიზაციის პროექტი მისთვის გადის რუსეთის ხარჯზე. ხო, პრინციპში მე მაინც მაგას უკავშირდება იგივე ოპერის შემოსვლა, რაღაცა თეატრის შემოსვლა, თუნდაც აი თბილისის ცოტა ევროპულ ყაიდაზე გადაწყობა, თორემ მანამდე უფრო აღმოსავლური ქალაქი იყო.